ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით. თუ თქვენ გაინტერესებთ მსოფლიო შოუ-ბიზნესური სიახლეებით, თავაზობთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. მოდით ვნახოთ, რით იყო საინტერესო 19 ნოემბერი. ინფორმატორში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ზუმბას თურმე ძალიან იტაცებს რემონტის პროცესი და სულ რამდენიმე ხნის წინ მან აქციაც კი მოაწყო თავისი ისტორიული ეზოს მოვლასთან დაკავშირებით. მოკლედ ზუმბა გაჩერებას არ აპირებს და ის ახლაც რემონტის პროცესშია. მე მხოლოდ მოვუწონებ ზუმბას ამ საქციელს და რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ. მე ჩემს ცხოვრებაში რემონტი დიდი ხანია დაწყილი მაქვს. მაგრამ აი ფიზიკურ რეალობაში ამ ეზოში როგორც კი გადმოვედი, ჯერ საკუთარი სახლით დავიწყე. საკუთარი რომ ურჩი, მე გარეთ გამოვიხედეთ და ის კონცერტი რო ჩავატარეთ. იქიდან შემოსული თანხა რაც ჰქონდა, წავედით, მასალები ვიყიდეთ. და ესე ჩვენი ხელით გეგმას ჩვენ თვითონ დავხაზეთ და ვაკეთებთ საბავშვო პატარა ქალაქს ამ ეზოში. და უფროსებისთვის აი ამ ადგილას გადმოხობილ ჭირი იქნება თუ ხილი იქნება, რომ სამეზობლო ერთად იყოს. ისე შევედი ეშხში და ისე ფიზიკურად ისე მიხარია, რომ რაღაცა საერთო საქმე კეთდება, ხო, რომ ნამდვილად არ დავიშურებ ფიზიკურ ძალასაც რა. მთელი შემოქმედებითი ენერგეტიკა აი ფიზიკურ შრომაში იდება ჯერჯერობით. მაგრამ ამასაც თავისი შედეგი ექნება, იმიტომ რომ ეს აუცილებლად გამოიღებს მინიმუმ ერთი ალბომის მასალას. სხვას თუ არ აფერს. აქ თვითონ ეს პრინციპული მომენტი იყო, რომ საქონლო კონცერტი ჩაატარდა და თავისე მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ახლა იქ გაზაფხულზე უმთლიანად ვერ მორჩეთ, მაგრამ გაზაფხულზე უკვე ნამდვილად მორჩებით ყველაფერს და თვითონ შედეგი უკვე იქნება იმის პასუხი ტურისტის გაკეთა ეს ყველაფერი. გალერეა უნივერსში პირველად საქართველოში პერსონალურ გამოფენას აწყობს პროფესიით დიზაინერი ტერეზა წილოსანი. ტერეზა წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და იქ არაერთი გამოფენაც მოუწყვია. ამჟამად მისი ნახატების ნახვის საშუალება ქართულ საზოგადოებასაც მიეცა. ვარ დიზაინერი ისე. მაგრამ ფერწერას გვასწავლიდნენ აქედან გავმდინარე. მე ახლა ვამჯობინე ფერწერა რა, უბრალოდ სურვილი მაქვს რომ ხატოდე. ორი თვე მუშაობდი ამ ნახატებზე და არის დაახლოებით 40-მდე ნახატი. მერაბ მამულაშვილის სტუდიაში არამარტო უფროსი თაობისათვის კარგად ნაცნობი ჭაბუკა ამირანაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს. თუ როგორ მიმდინარეობს ეს მუშაობის პროცესი და რა სიმღერები შევა ალბომში, ამას უკვე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. იმას ვერ გააკეთებ ბაღლებში რო ურტყავს ჭაბუკა? ვერ დუდუკით ვერ გააკეთებ. აი ამაზე მოусმინე, ნახე. ეს როგორია? მომისმინე შენმე. თავში ვაფშე სულ თავში რომ მე დავიწყე იქ დაკვრა. ადექი ნატურალური ნაღდი ბაიაც როგორც უკრა, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე რა, რიტმში დასვი მაგ აკორდებში. რა მე რაც. გადავწყვიტეთ ახლა ჩავწეროთ ახალი დისკი. ერთდროულად მუშაობთ ორ დისკზე. რომელიც უნდა გავაგზავნოთ. ეს არის შეკვეთით. ეს არის ჩვენი მეგობრების შეკვეთით ამერიკიდან და ელოდებიან. კომპოზიცია სულ არის 11, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება 9 შევიდეს, შეიძლება 8, შეიძლება 10, 8-ზე ნაკლები არ შევა. იქნება აზიური მუსიკაც
იქნება ქართული ფოლკლორული მუსიკაც, იქნება ნარევიც, იქნება რამოდენიმე ბალადა ნელი ნაწარმოებია, იქნება ერთი ნაწარმოებია ტირილი, ესე ქვია. იქნება ძალიან საინტერესო ნაწარმოებია ესეც. როგორც ესეთი ახლა ერთი ხელის და ერთი ხასიათის მიმდინარეობის იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ განსხვავებები იქნება შიგნით. ძალიან გრძელია. მე ამ შემთხვევაში ღმერთის ნებით ისე მოხდა, რომ ჭაბუკას ვეხმარებენ მხოლოდ ჩემი ასე ვთქვათ ხმის რეჟისორული ტექნიკით. მეტი არაფრით, ეხლა თუ რაღაცაში გამომიყენებს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ ამ გარკვეული წლების მანძილზე ჭაბუკას დრო არ დაუკარგია ფაქტიურად. ეს ძალიან წინ არის წასული. მეორე დისკი იქნება, ეს იქნება სუფთა თანამედროვე კომერციული მუსიკა, აბსოლუტურად განსხვავებული ამ მუსიკისგან. ეს იქნება სუფთა საქსაფონის მუსიკა. აქ ახლა მე საქსაფონს ვიყენებ როგორც შეძლების დაგვარად საქსაფონზე შესრულებული ფოლკლორული კილო რაღაც და ის არა, ის იქნება საქსაფონური მუსიკა. ეკაცერცვაძე ძალიან გვეხმარება, ჩემი მენეჯერი, აგერ ჭაბუკას ყველანაირ პირობებს უქმნის, აქ როგორც ხალხურ მუსიკაში გძნობს ჭაბუკა თავს, ესე იგი როგორც თევზი წყალში, ისე გძნობს ჩვენ სტუდიაში როგორც მუსიკოსი თავს და ეს ჩემთვის მხოლოდ გასახარია და დასაფასებელი, იმიტომ რომ ეკამ ძალიან დიდი წვლილი, აი თუ რამე მოგწონთ აქ სულ ეკას დამსახურება ყველაფერი. გვინდოდა აი რაღაც გაკეთება ჭაბუკა. შეიძლება უნისონიც გაათხას ბას. აბა ნახე, აბა. 19 ნოემბერს მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღნიშნავენ ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის მსოფლიო დღეს. ამ ქვეყნებს საქართველოც უერთდება და გალერეა შარდაში მოეწყო აქცია გამოფენა, რომელზეც 5 ქვეყნის ბავშვების ნახატები იქნა გამოფენილი. აქციის თემა ასეთია: ჩემი ოცნების ბავშვი. დღეს რომ მიმდინარეობს საქართველოში ეს აქცია, პარალელურად 150 ქვეყანაში მიმდინარეობს ანალოგიური აქციები, ზოგან არის დემონსტრაციები და მიტინგები, მაგრამ ჩვენ დღევანდელ მდგომარეობიდან გამომდინარე ვარჩეთ ისე კულტურული ღონისძიება. 6 ქვეყნიდან არის ჩამოსული ასევე სურათები და რამდენიმე თბილისში არსებული სკოლებიდან. ეს არ არის დავუშვათ გამოფენა ვინმე პერსონალური ადამიანის, რასაც აქ ხედავთ, არის ყველაფერი შექმნილი ბავშვების ხელებით და ჩვენ გვინდოდა მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველასთვის დაგვენახებინა თუ როგორ ხედავს ბავშვი თავის ბავშვობას, როგორი უნდა ქონდეს მას ბავშვობა, როგორ სოფლიოში უნდა რომ მან იცხოვროს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.